დასრულდება თუ არა თითქმის სამწლიანი უთანხმოება ადიგენის რაიონში. სპეციალური კომისია იმედებს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ამყარებს, რომლის მიხედვით სოფელ მოხეში მართლმადიდებელ მრევლსა და მუსლიმებს შორის სადავო ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიიღებს. მეჩეთი კი სოფელში შერჩეულ სხვა ტერიტორიაზე აშენდება. შეჯერებულ წინადადებას კომისიის წევრები მოსახლეობას პირადად გააცნობენ. შეხვედრამდე რამდენიმე ადგილობრივის პოზიცია უკვე ცნობილია. მოხეში მდებარე სადავო ნაგებობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის ყველა წევრის ერთსულოვანი და საბოლოო გადაწყვეტილება შენობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებას და მისი მუნიციპალურიდან სახელმწიფო ბალანსზე გადასვლას ითვალისწინებს. შენობის მოვლა პატრონობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაევალა. პარალელურად სოფელში ახალი მეჩეთის მშენებლობა უნდა დაიწყოს. მიღწეული შედეგი, რომ ერთის არ იქნეს დარღვეული რელიგიის თავისუფლება რომელიმე მხარის ხარჯზე, მეორეს მხრივ არ გახდეს ეს ურთიერთშუღლისა და დაპირისპირების საფუძველი. გადაწყვეტილებას ოპტიმალურად მიიჩნევენ კომისიაში საპატრიარქოსა და მუსლიმური თემის წარმომადგენლები. ორივე მხარეს იმედი აქვს, რომ წინადადებაზე მრევლის დათანხმება შეძლებს. იქნება იმედი მაქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი გონიერი მრევლისთვის, საზოგადოებისთვის, რომ იყოს კარგი ურთიერთობა, აღდგეს ურთიერთსიყვარული. შეიძლება ერთი და ორი სკეპტიკოსი აღმოჩნდეს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამას გაგებით შეხვდება, ამაზე იმუშავა სამუხტომ, ამაზე იმუშავა საქართველოს საპატრიარქომაც. ჩვენი სპეციალისტებიც ადგილზე ჩავლენ და დაგეგმავენ იმ ღონისძიებებს, რაც მისი დაცულობისთვის, ეს იქნება შესაბამისი ღობის გაკეთება, თუ კედლები, რომელსაც პრობლემები აქვს, იმათი კონსერვაცია. ადგილობრივების ნაწილი, რომელმაც დღეს ტელევიზიებთან საუბარი ისურვა შემოთავაზებაზე თანახმა და თვლის, რომ ეს ორწლიან უთანხმოებას წერტილს დაუსვამს. მრევლის დასარწმუნებლად შეხვედრების გამართვას ორივე მხარე გეგმავს. სოფელში უკვე შერჩეულია ადგილი, სადაც ახალი მეჩეთი უნდა აშენდეს. პირადად მე თანახმები, რომ ეხლა სამუდამოდ იქნება როგორმე დამთავრდეს რა ეს პრობლემები. და იმიტომ რომ ჩვენ შორის პრობლემები არ ყოფილა არაფერი და მაინდამაც ეს შენობა გახდა და ეს სიტუაცია გახდა პრობლემა. სალოცავი ექნებათ და მორჩაერთება, რა ვიცი, მათთვისაც სრულ ადგილასა და მართლმადიდებლებისთვისაც მისაღები იქნება ეს გადაწყვეტილება. სავარაუდოდ. ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მდგომარეობა 2014 წლის ოქტომბერში დაიძაბა, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლის ცენტრში მდგარ შენობაში, რომლის გადაცემასაც მუსლიმი მრევლის სამუფრთო სამმართველოსთვის ითხოვდა, კულტურის სახლის მოწყობა გადაწყვეტა და მის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. შენობის დემონტაჟის მცდელობას აქციები და პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა. თავის მხრივ ნაგებობის დათმობას არაპირებდა სოფლის მართლმადიდებელი ნაწილი, რომელიც აცხადებდა, რომ ნაგებობა ტაძრის ადგილას იყო აგებული. მდგომარეობა შედარებით სპეციალური კომისიის შექმნის შემდეგ დამშვიდდა, თუმცა 2016 წლის ოქტომბერში მუსლიმური თემის წარმომადგენლების შენობასთან მისვლისა და ლოცვის აღვლენის შემდეგ ისევ გამწვავდა. საქმეში ისევ სამართალდამცავები ჩაერთნენ. ამის შემდეგ კარი ფიცრებით არის ჩახერგილი, მთლიან ნაგებობას კი პოლიციის ამკრძალავი ლენტი იცავს.